სრიალისა და დასვენების პარალელურად უკვე ელექტრონული წიგნის კითხვაც შეგიძლიათ ვიზიტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ელექტრონული წიგნები უფასოდ მოეწოდება. პროექტი იკითხე მთაში მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და ელექტრონული წიგნების სახმა საბამ ერთობლივად განახორციელეს. ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები გუდაურში პირველ და მეორე გონდოლასთან და ბაკურიანში დიდველსა და კოხტას სათხილამურო ტრასასთანაა განთავსებული. იმისთვის რომ ეს წიგნები თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ჩაიტვირთოს, საჭიროა ტელეფონში გქონდეს საბას აპლიკაცია საბა Reader. აპლიკაციაში არსებულ QR ღილაკს ერთი ხელის დაჭერით სასურველი წიგნი პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მომენტალურად განთავსდება. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ათობით წიგნია განთავსებული, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები და უცხოური ბესტსელერების ქართული თარგმანები. ეს იქნება შემეცნებითი პროექტი და ფიქრობთ, რომ მომხმარებელს, ვიზიტორებს ძალიან გაახარებს ეს პროექტი. ჩვეულებრივი smartphone-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთონ არსებული წიგნები, რომელიც გამოკრული იქნება ღირსშესანიშნავ ადგილებში, გუდაურსა და ბაკურიანში. კურორტები, პირველში ბაკურიანი და გუდაური, რომელიც დღეს ძალიან ხალხმრავალია და პოპულარულია საბედნიეროდ, დასვენების და სპორტის პარალელურად იყოს ადგილი, სადაც წიგნისთვისაც მოიცლის იქ მისული ვიზიტორი. მივესალმები ამ პროექტს, ნამდვილად ძალიან კარგია, კარგი შემოთავაზება, შემიძლია რომ ჩემსაყვალ ლიტერატურას უკვე მთაშიც გავეცნო. ვისაც სრიალი უყვარს, სრიალის შემდეგ შეუძლია განიტვირთოს, დაიკითხოს მისთვის სასურველი წიგნი, ან თუნდაც ვისაც სრიალი არ უყვარს, თან უფასოდ გადმოიწერს. მშვენიერია, ძალიან კარგი პროექტი არის და აუცილებლად ვისარგებლებთ. კითხვა ყველგან კარგია, ბარშიც, მთაშიც, განსაკუთრებით გემრიელად სრიალის შემდეგ, თუმცა სრიალის მოყვარულებს დაინტერესებს დღევანდელი ჩვენი დღის მთავარი თემა. ჩვენი სტუმარია საქართველოს